ფიქრობს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე ახლა. მოდით ვნახოთ. სამ ვარიანტად ფიქრობს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე ახლა. ნებისმიერი ადამიანი ჩაიფიქრეთ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც თქვენ გაინტერესებთ. პირველი ვარიანტი ფიქრობს თუ არა. მეორე ვარიანტი ფიქრობს თუ არა. და მესამე ვარიანტი ფიქრობს თუ არა. აი ასე. პირველი ვარიანტი სერტოლიკის გული გვექნება. მეორე ვარიანტი ამეთვისტო გვექნება და მესამე ვარიანტი ლაბორატორიდი გვექნება. დახუჭეთ თვალები. დაინახეთ კონკრეტული ადამიანი, ვისაც გაინტერესებთ, ფიქრობს თუ არა ადამიანი თქვენზე ახლა. და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი მინერალი მომენტალურად მიიწებებს თქვენს მზერას, მომენტალურად დაგიძახებთ. ხო, და გამოიწერეთ არხი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთი და მუდამ შემხებლობაში ვიყოთ ერთმანეთთან და არ დავიწყდეთ სიმბიოზი. ურთიერთპატივისცემა და რა თქმა უნდა, თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია. დავიწყეთ. არ დავკარგოთ. მოკლე გაშლა გვექნება, შესაძლოა დაგვარად მეცნება ხოლმე ჩემს თავს, როდესაც ვამბობ, მოკლე გაშლა გვექნება. შორცის რეჟიმშიც კი ძლივს ვასწრებ ხოლმე ჩემს სათქმელს. ბოლომდე იქაც ვერ ვასწრებ. მე მიყვარს ვრცლად საუბარი. ოკეი, პირველი ვარიანტი შევეცდები მოკლედ. აბა, ფიქრობს თუ არა ადამიანი თქვენზე ახლა. დიახ, ადამიანი თქვენზე ფიქრობს. იმიტომ რომ თქვენ ახლა ხართ პენტაკლების დედოფალი. თქვენ ახლა ხართ ადამიანი, რომელთანაც მეორე ადამიანი თავს ძალიან სტაბილურად უსაფრთხოდ გრძნობს. თქვენ ხართ ძლიერი ადამიანი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც თავისი ძალიან განსაკუთრებული მაგნეტიზმი აქვს, რითაც იზიდავს სხვა დანარჩენ ადამიანებს და ეს მაგნეტიზმი მოდის თქვენი იცით რა მომენტიდან, როდესაც ადამიანი თქვენთან თავს უშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. არ ვიცი, უთქვამთ თუ არა თქვენთვის მსგავსი რამ, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, შეიძლება არ გაუჟღერებიათ, მაგრამ მე გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაცაერთ განსაკუთრებული ზრუნვა, განსაკუთრებული ემოციების ჩუქება, ხო? და რომც არ იყოს ახლა ადამიანი თქვენს გვერდზე, ძალიან რთული ასეთი ქალის დავიწყება. თან ესეთი ჯადოქრული ლამაზი ენერგიები გაქვთ ნამდვილად, ეს თქვენ ამოხვედით. და რას ფიქრობს პენტაკლების დედოფალზე, ჩაფიქრებული მამაკაცი? რას ფიქრობს? თვითონ თავის თავს პენტაკლების მეფედ ხედავს და ვარსკვლავი. არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი აბსოლუტურად გირეკლავთ. თუ ადამიანს კარგად ეკცევით, ადამიანიც კარგად გექცევათ. თუ ადამიანს პრეტენზიებს უყენებთ, თვითონაც პრეტენზიებს გიყენებთ. რეალურად ენერგეტიკულად ძალიან გავხართ ერთმანეთს. ძალიან გავხართ ერთმანეთს და არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ ძალიან რთულია ასეთი ენერგიების დროს, რომ ერთმა მეორე დაივიწყოს და მეორემ პირველი. ხო, თუ ეს რაღაცა დავიწყების ამბავი, როდესაც ადამიანები ერთად არ არიან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ ესეთი რამ. თუ გინდათ, რომ ამ ადამიანისგან მიიღოთ კარგი, დადებითი მხარდაჭერა და ასე შემდეგ, ანალოგიური გაეცით მისთვის, იმიტომ რომ არსებობს ამ ურთიერთობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეციფიკა, რომ ადამიანი იმეორებს სარგისებურად. გამიგეთ ხომ, იმეორებს სარგისებურად. გექნებათ თქვენ თუ თანაცხოვრობთ, გექნება ცხოვრებაშიც რთული პერიოდები, მაგრამ
და გაგონიათ აქამდეც რა თქმა უნდა, მაგრამ ვიმეორებ, აქ არის იმის ძალიან კარგი საშუალება, რომ მართოთ ეს ენერგიები თქვენთვის სასარგებლოდ, ურთიერთობებისთვის სასარგებლოდ, მაგრამ თქვენთვის სასარგებლოდ უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ რას ფიქრობს ადამიანი თქვენს და ადამიანი თქვენთან თქვენ რაღაცნაირად მისთვის იმედი ხართ, ვარსკვლავი ხართ, შეიძლება შორეული გზებით ანუ გულისხმობ გზა არის ხო შორი თქვენ შორის, ანუ ერთ-ერთი ქვეყნიდან არის მეორე ქვეყნიდან ისე კომუნიცირებთ ხო, მაგრამ ადამიანი თავის ტოლად და სწორად აღგიქვამთ. მაგრამ მიცოდეთ, რომ როგორც თქვენ ეკცევით მას, ანალოგიურად იმ მომენტში შეუძლია იგივე იგრძნოს თვითონაც. ძალიან გირეკლავთ ეს ადამიანი. ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? არგანის სამყარო, აქ რაღაცა ძალიან გავს ეს ინტერნეტ მიმოწერას, ყველას არ ეხება ეს, მაგრამ მთლიანობაში შემიძლია გითხრათ ის, რომ ადამიანისთვის არ ქურუმი ქალი. თუ სამკუთხედი ამ ურთიერთობაშიც, აქაც შემიძლია გითხრათ, რომ ის მომენტია, როდესაც დაოჯახებული ხარ და უცებ ხვდები შენიან ადამიანს, რომელიც თქვა ძალიან გივსებს იმ სიცარიელეს, ხო, რომელსაც ან თქვენ უსებთ სიცარიელეს, ან ის გივსებთ სიცარიელეს, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ, ხო, თუ ეს სამკუთხედს ეხება, რამდენი შვილი გყავთ, ხო, თუ გრძნობთ, რომ არ ხართ ბედნიერი და იპოვეთ თქვენი ადამიანი და ამით საკუთარ თავსაც აუბედურებთ და ატყუებთ და მეორე ნახევარსაც ატყუებთ და გაიარეთ ის გზა, რაც გასავლელი იყო და გონიათ, რომ ყველაფერი უბრალოდ სამუდამო უნდა იყოს, არა არსებობს რაღაცები, რაც მთავრდება. და თუ მთავრდება, უნდა გაუშვათ. მაგრამ მე აქ შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანისთვის განსაკუთრებული ხართ ნამდვილად და თქვენთვისაც ეს ადამიანი ძალიან განსაკუთრებულია და უნდათ რაღაცა სერიოზული და ესეთი მნიშვნელოვანი კარმული შეკავშირება გაქვთ ნამდვილად. თუ არ არიან მესამე პირები, მაშინ რა ვიცი. ის გაღიზიანებაც რაც მოდის ვთქვათ და გაუგებრობაც ალბათ შეიძლება მოდიოდეს, იმიტომ რომ ან სიშორია თქვენ შორის, ან ზოგადად ეცადეთ, რომ ამ ადამიანს არა მისწეროთ რაღაცები, ხო? არამედ ესაუბროთ ცოცხლად, ხმა გააკონოთ, იმიტომ რომ შეიძლება მიწერ-მოწერა მე ვარ ესეთი ადამიანი, შეიძლება მოწერილში ვიღაცამ სასვენი ნიშანი ისი არ დამისვასო და ვთქვათ რაღაცა მომთხოვნი ტონით წავიკითხო, გაბრაზებული ტონით შეიძლება წავიკითხო, ხო? იმ მომენტში მე ეს ასე აღვიქვა. და ადამიანი ამას ასე არ უნდა. ყველას ვერ მომწერეთ ხმოვანი, რომ მე გავიგო თქვენი ხმა ვიბრაცია, იმიტომ რომ მე ყურით ვისმენ და გრძნობ ენერგიას. მოწერილიდან ენერგია და სმაილიკებიდან არ მაწყობს, ხო? ხმოვანი და ხმოვანს მოვისმენ და მივხვდები, ვიგრძნობ რა განწყობა გაქვს ჩემს მიმართ. ასე რომ ეს შემთხვევა არის თქვენ შემთხვევაშიც, ხო? ნამდვილად ძვირფასი ადამიანები ხართ ერთმანეთისთვის, ასე ვიტყოდი და ძალიან სარკისებურია თქვენი ურთიერთობა და მოკლედ რა შემიძლია გითხრათ, ფიქრობს თუ არა ფიქრობს, რომ ნამდვილად ძვირფასი ადამიანი ხართ მისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი, კარმული, სამყაროსეული და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი დიდ როლს თამაშობთ მის ცხოვრებაში. კი, ფიქრობს. გინ დაშორებული იყოთ და გინ არ აქვს მნიშვნელობა. ნამდვილად ფიქრობს. მეორე ვარიანტი, ფიქრობს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე ახლა, ხმლების ტურს. ადამიანი რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან დაკავშირებით. ნახოთ ფიქრობს თუ არა თქვენზე. ხუთიანების ხმლები, ადამიანი ძალიან გაბრაზებულია. ადამიანს მარტო უნდა ყოფნა, არ შემეხოთ არავინ. ჩემთვის ვარ რაღაცა ჩემს გზებს ვეძიები, ფიქრობს თუ არა თქვენზე ახლა. კვერთხების დედოფალი. ფიქრობს თუ არა თქვენზე. არა, მე შეგრძნება მაქვს, რომ თქვენზე ფიქრები ამ ადამიანს ძალიან ანერვიულებს, ძალიან აღიზიანებს.
არ უნდა რომ თქვენზე ფიქრობ და შეიძლება რაღაცა პერიოდულად მოდიოდეს ეს ფიქრები, ხო? ადამიანს ძალიან უნდა რომ საკუთარ ფიქრებზე თქვენთან მიმართებაში ან იმაზე ყველაფერზე რაც თქვენ მასში ან სისუსტედ ან არასრულ ფასოვნად, არასრულ ყოფილად მიგაჩნდათ, ძალიან უნდა რომ მიაღწიოს რაღაცა გამარჯვებას, თავი ძლიერ ადამიანად იგრძნოს, წარმატებულ ადამიანად იგრძნოს, ძალიან არის დაინტერესებული ფინანსური კეთილდღეობით და ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე თუ როგორ იყოს ფინანსურად კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფილი, ხო? აქვს რაღაცა თავისი პატარ-პატარა გამარჯვებები ადამიანს, ხო? მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენზე საკმაოდ ისეთი გაბრაზებული და აღრენილი ენერგია წამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ეხა ადამიანი რაღაცა ძალიან კარგად არის განწყობილი თქვენს მიმართ. მოდით ესეთი კითხვა მაქვს. ვინ ხართ ამ ჩაფიქრებული ადამიანისთვის ახლა? ვინ ხართ? როგორ გხედავთ? ადამიანს, რომელმაც მისგან ძალიან ბევრი ემოცია წაიღო, აქ ან აღარ ხართ ერთად, ან თქვენი გზები გაყოფილია. 6-იანი. ვინ ხართ ადამიანისთვის ახლა? ვინ ხართ ადამიანისთვის ახლა? თუმცა უდაოდ გთვლით ძალიან ძლიერ ადამიანად, ეს შემიძლია გითხრათ. გთვლით ძალიან ძლიერ ადამიანად, მაგრამ უნდა ამ ადამიანს თქვენთან დაბრუნება. ან უნდა ამ ადამიანს ვთქვათ რაიმენაირად თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება, უნდა ადამიანს. უნდა ადამიანს. არა. არანაირად. ადამიანი ძლივს რაღაცა ზომიერებაში მოვიდა, ადამიანი ძლივს დასტაბილურდა, ადამიანმა ძლივს საკუთარ თავში რაღაცა აზრები დაალაგა თუ როგორ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება, რა მიმართულება უნდა აიღოს, ხო? ანუ არა, მათ შორისო ადამიანის გეზი აქვს აღებული საერთოდ სხვაგან. თქვენს არა რაღაცებზე როდესღაც ალბათ უფიქრია, ხო? ვერ ვიტყვი რომ დღეს მაინც და მაინც, ხო? სადღაც აი ფიქრებში შეიძლება გავლებოდა თავში, აი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ თქვათ ჩვენ ისევ ერთად ყოფილიყავით, ან ურთიერთობა ისევ ისეთი ყოფილიყო, როგორც ადრე, ხო? მაგრამ არა, ადამიანი ძალიან ებღაუჭება იმ თავის ენერგიას, თავის პირად სივრცეს და აღარ უნდა იქ თქვენი შემოშვება, იმიტომ რომ თითქოს ცით როგორი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა დასრულდა კარგულად თქვენ შემთხვევაში, ხო? სცენარი უნდა დასრულებულიყო, დასრულდა და ვფიქრობ, რომ თუ დაცილებულები ხართ ბოლომდე, ვფიქრობ, რაც არ უნდა ძალიან მოგინდეთ ისევ რაღაცების გაერთიანება, ეს არის აბსოლუტურად, იცით როგორი ურთიერთობა იქნება, ან ვერ შედგება ვეღარასდროს, აი დამთო გაიყო გზები მორჩა. ან აი ორ ადამიანს რო ამნეზიას გაუკეთებ, მაგრამ მეხსიერებას წაუშლი და თავიდან რო გაიცნობენ ერთმანეთს, ხო, რაც შეიძლება რაღაცა მომდევნო ცხოვრებაში მოხდეს, ხო? მაგრამ ახლა ამ ცხოვრებაში, ურთიერთობაში, საუბარში მოაქვს ძალიან ბევრი ხმალი ადამიანს. ძალიან ბევრი სიბრაზე, ძალიან ბევრი ნერვიულობა, ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგია, სიბრაზე, ისე რომ მე გირჩევდით, რომ არა. ერთი კითხვაც მაქვს. აღდგება თუ არა თქვენ შორის ურთიერთობა? მოკლე გაშლა გაგიკეთეთ, ხედავთ როგორ დაგპირდით, რომ მოკლე გაშლას გაგიკეთებთ. აღდგება თქვენ შორის ურთიერთობა? არა. მესამე პირები არიან, ეს არის დამთავრებული ურთიერთობა, გზები გაყოფილია. არაფერს ჯანსაღს ეს ურთიერთობა აღარ მოიტანს, თუ კი ვთქვათ, ურთიერთობას აღადგენთ ან ფიქრობთ ამას. დაგემშვიდობებით გეყოფათ. ერთი თემა გვი რას ფიქრობს და დაბრუნდებაც ვნახე, ისიც ვნახე. თან დაგამადლეთ. კარგით. მესამე ვარიანტი. ლაბრადორი. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით ჩაფიქრებული ადამიანი? გადაწყვეტილებას ეძებს თქვენთან დაკავშირებით?
შეიძლება ეჭვებშია. უნდა ეს ურთიერთობა, არ უნდა ეს ურთიერთობა. ვერ გაუგია თავისი როლი, თქვენი როლი ამ ურთიერთობაში, ხო? რას ფიქრობს ადამიანი? რას ეხება ეს ორიანების ხმლები? რას ფიქრობს თქვენზე? ძალიან ბევრი სირთულეა თქვენს ურთიერთობაშიც. შეგრძნება მაქვს, რომ ან სრულყოფილი ურთიერთობა არ გამოდის თქვენ შემთხვევაში, ხო რაღაცა გიშლით ხელს და ნახეთ, მოდის ძალიან დიდი სიბრაზე. სიბრაზე, იმიტომ რომ ის ვერ გაძლევთ იმ სცენარს ურთიერთობის, რაც თქვენ გინდათ, ან თქვენ ვერ აძლევთ ამ სცენარს, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა გარკვეული სიტუაციები, რომლებიც არ გაძლევთ ამის საშუალებას, რომ თქვათ სრულყოფილად და სრულფასოვნად ისიამოვნოთ ერთმანეთთან ურთიერთობებით, რაც შემდგომ აუცილებლად წამოიღებს სხვადასხვა ტიპის პრეტენზიებს, პროტესტებს, სიბრაზებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? თუმცა რას ფიქრობს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? ძალიან ისეთია, იცით, თან გაშვებაც არ უნდა სადღაც ბოლომდე მოაწვება თქვენთან დაკავშირებით ემოციები, თითქოს რაღაცები რაღაცნაირად დალაგდება, თითქოს ოკეია ყველაფერი, მერე ისევ რაღაცა წარეთ თქვენ ეტყვით ან ის გეტყვით, მერე ისევ აირევა ურთიერთობები, ხო? მე აქ შეგრძნება მაქვს, რომ ყველას არ ეხება, მაგრამ აქ არის მესამე პირების ამბავი, ყველას არ ეხება განმეორდები. იმიტომ რომ ფაქტია რაღაცა ხელი შემშლელი ამბავი მოდის და ზუსტად ეს ხელი შემშლელი ფაქტორი შეიძლება ვიღაცა სხვა ოჯახის წევრი იყოს, სხვა ადამიანი იყოს, სხვადასხვა ქვეყანა იყოს, რასაც არ გამოვრიცხავ, ხო? რაც არ გაძლევთ საშუალებას არც მას და არც თქვენ თითქოს რაღაცა სრულფასოვნად გქონდეთ ურთიერთობა, რაც მერე გადადის გარკვეულ სიბრაზეებში. თუმცა მისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სექსუალური ხართ, თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, აღძრავთ მასშემ რაღაცა ძლიერ იმპულსურ გრძნობებს, ქვედა ჩაკრებით, უნდაოთ, მაგრამ ნახეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის სტაბილური ურთიერთობები. გამიგეთ, ხო? მიჭირს იმის თქმა, რომ ერთ გასაგებ სცენარში ვითარდება ურთიერთობები, არა. ამიტომ ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? ახლა მოდი მე ასე ვიკითხავდი, მეორე ვარი. ეჭვები აქვს საერთოდ თქვენთან დაკავშირებით. იცით როგორი რაღაცა არის? მომენტებში რომ დუხს ისე უყვარხართ, ისე უნდი ხართ, ისე უნდა თქვენთან, მე რაღაცა უცებ ხო ცოტა ჩამოუყალიბებელი ის დგას, ხო, მომენტი. ვინ ხართ ამ ადამიანისთვის ახლა? არ ხართ არც თქვენ ისე ბაფთიანი. ხო, ხუთიანების ხმლები. იჩხვლიტებით ძალიან. ძალიან იჩხვლიტებით. ხო. ძალიან იჩხვლიტებით. ისე ამწარებთ, ისე აცოფებთ ადამიანს და იმდენად აგიჟებთ და იმდენად აღიზიანებთ, ხო, რომ აი ხო, ძალიან. ეს იცით როგორი ამბავია, თუ არ გაქვთ დასრულებული ურთიერთობა, შეიძლება რაღაცა პერიოდი კაიხანიც ესე იტრიალოთ წრესზე. მაგრამ რო გითხრათ, ცვლილებისთვის მზად ხართ ან თქვენ ანის, ამას ვერ ვიტყვი ნამდვილად. თქვენ ხართ ქალი, რომელიც ერთდროულად ძალიან საინტერესო, ძალიან სექსუალურია, მისთვის ძალიან მიმზიდველია, ვიმეორებ ქვედა ჩაკრებით, მაგრამ ამავდროულად ძალიან აუტანელი. ძალიან აუტანელი, მაგრამ არის თქვენში რაღაცა, რაც უზომოდ იზიდავს ამ ადამიანს. ვინც არ უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. იცით როგორი მომენტია, ერთი ნაბიჯია სიძულვილიდან სიყვარულამდე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი ამ ერთ ნაბიჯს ყოველდღე რამდენჯერმე დგამს თქვენთან მიმართებაში. წინ უკან.
ასე რომ ერთი სიტყვით შემიძლია გითხრათ, რას გრძნობს ადამიანი თქვენთან მიმართებაში ახლა. სიძულვიდან სიყვარულამდე აი იმ ერთ ნაბიჯს, რომელსაც ვიმეორებ წინ და უკან დგამს და ვერც იქით, ვერც მარჯვნივ მიდის, ვერც ვარცხნივ. წინ უკან. ეს არის მისი პოზიცია. თქვენთან მიმართებაში. დანარჩენი თქვენ გადაწყვეტეთ. მე კი დაგემშვიდობებით. საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. სიყვარულით, თქვენი ნინო.